მშობას გილოცავთ. დღეს საუკეთესო ნახევარფენოვანი ცომის რეცეპტს გაგიზიარებთ. მე გამოვაცხობ 4 კუთხედ ხაჭაპურებს, შეგიძლიათ გამოაცხოთ მთლიან სინძე საოჯახო ხაჭაპური, ლობიანები და სხვა ნამზადები. ეს არის საუკეთესო ცომი, შეინახეთ რეცეპტი და თქვენი საოცრად გამოგადგებათ. ნახეთ რა საოცარი ხაჭაპური გამოვაცხე. ამისთვის თასში მოვათავსოთ 200 მილილიტრი რძე და 200 მილილიტრი წყალი. შეგიძლიათ იყოს თბილი, როგორც საფუარისთვის, ან ოთახის ტემპერატურის. დავამატოთ 1 სადილის კოვზის საფუარი, აუცილებლად საფუარი ვარგისიანი უნდა იყოს. ასევე 1 სადილის კოვზი შაქარი. ავურიოთ კოვზით, რომ შაქარი და საფუარი ჩადნეს. 2 კვერცხიდან 1 მთლიან კვერცხს დავამატებ, მეორე კვერცხიდან კი ვამატებ მხოლოდ ცილას. გულს გადავინახავ ზემოდან წასასმელად. ვამატებ 2 სადილის კოვს ზეთს. დავამატოთ 650 გრამი ფქვილი. ფქვილი აუცილებლად უნდა დავაცრათ. ყოველთვის იქონიათ დამატებით 100 გრამი ფქვილი, ის თქვენ გასათხელებლად მაინც დაგჭირდებათ. ფქვილზე ზემოდან დავაყრი 1 ჩაის კოვს მარილს. არასდროს მარილი მაღლიდან საფუარს პირდაპირ არ დაამატოთ. ფქვილი ჯერ კოვზით შევურიე და გავაერთიანე, შემდეგ გადმოვიტანე დაფაზე და ხელით მოვზელავ. შეგიძლიათ ცოტა ფქვილიც გამოიყენოთ. სანამ მე ამას მოვზელავ, თქვენ შეგიძლიათ არხი გამოიწეროთ, ვიდეო მოიწონოთ და გააზიაროთ კიდეც. ცომი არ უნდა იყოს ძალიან ჩვილი და ხელებზე არ უნდა ეკრობდეს, თუმცა არც მაგარი არ უნდა იყოს. საბოლოოდ მივაბრუნე თასში, დავაფარებ და დავტოვებ დასასვენებლად 20 წუთით. აფუება არ არის აუცილებელი, არც აფუდება ესე უცებ. ცივი წყლით თუ მოზილეთ. სანამ ცომი ისვენებს, მე გავხეხავ სულგუნს. გამოვაცხობ მხოლოდ 2 ხაჭაპურს და ამიტომ გამოვიყენებ 450 გრამს სულგუნს. შეგიძლიათ გამოიყენოთ ახალი ყველი. თუ ყველი ცხიმიანი არ არის, დაამატეთ ცოტა კარაქი. აქ მე მაგ ნაცნობებისგან აკეთე შინაური კარაქი და გირჩევთ, რომ დროდადრო თქვენ ნაცნობებში შინაური კარაქი გამოიყენოთ. ჩემი სულგუნი ძალიან კარგი გამოდგა, ამიტომ კარაქის დამატება არ დამჭირდა. ცომი გადმოვიტანოთ ფქვილმოყრილ დაფაზე. სანამ მე ამას მოვზელავ, თქვენ შეგიძლიათ არხი გამოიწეროთ, ვიდეო მოიწონოთ და გააზიაროთ კიდეც. შეგიძლიათ ხელითაც გაიყვანოთ, ძალიან ადვილად ცხელდება, მივცეთ 4 კუთხედი ფორმა. ცომის ნახევარი დავფარე 250 გრამი მარგარინით. ეს სხვადასხვა მეთოდით შეიძლება მოხდეს, მე ასე დავჭერით ხლად და დავალაგე. ცოტა გავათანებრე კიდევაც და ცომი გადმოვკეცე ორივე მხრიდან. გადმოკეცილები შევაერთე კარგად. ცოტა ფქვილი მოვაყაროთ და გავათხელოთ. ძალიან გათხელება არ უნდა, საკმარისია, რომ გადმოკეცვის საშუალება მოგვეცეს და ასე გადმოვკეცოთ. ეს გადმოკეცილი ისევ გავათხელოთ. თხელებაში ვიყენებთ ფქვილს, ვათხელებთ იქამდე, რომ გადმოკეცვის საშუალება მოგვეცეს. შეერთების ადგილებს ვაქცევ შუაში, კარგად შევაერთებ და ასე გადავკეცავ. ამას გავიმეორებ 3-ჯერ. მარგარინიან ცომს ვათხელე და ვკეცავ 3-ჯერ. მესამედ რომ დავკეცავ, მჭიდროდ გადავახვევ ცელოფანში და შევინახავ მაცივარში ან გრილ ადგილას. ცომი რადგან საფუარიანია, აფუებას დაიწყებს. დიდი ხანი არ დატოვოთ. თქვენ თუ ის დიდი ხნით გინდათ შეინახოთ, უნდა შეინახოთ საყინულეში. თუ მეორე დღისთვის გინდათ, ცელოფანში მჭიდროდ უნდა გქონდეს გადახვეული. მე 1 საათში უკვე გამოვიღე და გადმოვიტანე დაფაზე. ეს ცომი ეხლავე შემიძლია 2-რად გავყო, ნახევარი შევინახო საყინულეში და ნახევარისგან გამოვაცხო. თუმცა მე ესე მთლიანს ჯერ გავათხელებ. მივცემ 4 კუთხედ ფორმას, 2 სახაჭუპურეს მოვნიშნავ და გავყოფ. მეორე ნახევარს მოვაბნევ ცოტა ფქვილს, დავაფარებ ცელოფანს და რულეტივით გადავახვევ. შევახვევ ისევ ცელოფანში მჭიდროდ და შევინახავ საყინულეში სხვა დროისთვის.
მიუბრუნდი ჩემს სახაჭაპურე ცომს, მივეცი 4-კუთხედი ფორმა, შეგიძლიათ ხელითაც გაიყვანოთ, მისცეთ ლამაზი 4-კუთხედი ფორმა 2 ხაჭაპურისთვის და გაყოთ შუაზე. ორივე სახაჭაპურე ცომზე თანაბრად გადავანაწილე ჩემი გახეხილი სულგუნი. მე კარაქი აღარ დამიმატებია, რადგან ძალიან კარგი სულგუნი გამომადგა. ისედაც ეტყობოდა, რომ ცხიმიანი იყოს სიყვითლეზე. ყოველთვის სახში მომზადებულს ვყიდულობ. გადმოვკეცავ ფენოვანი ხაჭაპურის ფორმისებს, აი ესე კუთხეებით გადმოვკეცავ კონვერტისებურად, კარგად ჩავამაგროთ, შუაში ცოტა გაუხსნათ პირი საჰაეროდ. ეს ორივე ხაჭაპური ერთ საცხობსინზე არ დამეტევა მე, ამიტომ ჯერ ერთს გამოვაცხობ, მერე მეორეს. ერთს დავდებ თეფშზე და დავაფარებ. მეორეს საცხობსინზე გადავიტან და 5 წუთი დავასვენებ. ღუმელი ანთებული მაქვს 200-220 გრადუსზე და კარგად უნდა გაცხელდეს. გადანახულ კვერცხის გულს დავამატებ 2 სადილის კოვს რძეს და ცოტა ზეთს დავასხამ, რადგან რძე ცხიმიანი არ აჩანს. თუ დაამატებთ არაჟანს, ზეთი აღარ უნდა. ყველგან გადავუსვათ ხაჭაპურს გათქვეფილი კვერცხი თანაბრად, შუაგული შევამოწმოთ საჰაერო ხუ არ დაილუქა და გამოვაცხოთ მაღალ ტემპერატურაზე შეძითლებამდე. გამოდის სასწაული ხაჭაპურები, როგორც ხედავთ, ძალიან დიდი ზომის ხაჭაპურებია. ამ ხაჭაპურს ეხლავე ცხელ-ცხელს დავჭრით, მეორეს კი გადავიტან სინზე და გამოვაცხობ. ცხელ-ცხელი ხაჭაპური, რა თქმა უნდა, უფრო გემრიელია, ნახეთ რა სასწაული გამოვიდა, აუცილებლად გამოვაცხეთ. ფენოვანი ხაჭაპური ხუ ძალიან გემრიელია, თუმცა ამ ხაჭაპურს თავისებური სიფაფუკე დაჰკრავს. მე ძალიან მიყვარს ეს ნახევარფენოვანი ცომით გამომწვარი ასეთი ხაჭაპური. დარწმუნებული ვარ, თქვენც ძალიან მოგეწონებათ, აუცილებლად გადაინახეთ ეს რეცეპტი, აუცილებლად გამოგადგებათ. მე კი თქვენ ახლა დროებით გემშვიდობებით, მალე ისევ შევხვდებით ძალიან საინტერესო რეცეპტებით. იქამდე კი ბედნიერ დღეებს გისურვებთ.